და მივესალმებით ჩვენ სტუმარს, ჩვენ დღეს პირდაპირ სტუმრით ვიწყებთ ირინა ირემაძე, ჩვენი პატრიარქის მებაღე, რომელიც წლების განმავლობაში უვლიდა მის საყვარელ ყვავილებს, მის საყვარელ ხეებს და ოღონდ მის საყვარელს არა, ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა, სალამი, მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ. ვიდრე დავიწყებთ საუბარს, დღეს დილას აღმოვაჩინეს ზურაბ შევარდნაძის პოსტი სოციალურ ქსელში, ისყვებოდა ზეთის ხილის ხეზე, რომელიც პატრიარქს აჩუქეს საბერძნეთიდან და მან არ გაიჩერა ეს თავის ეზოში, ეს ხე არ არის ჩემი, ეს ხე არის ყველასიო და გადააბრძანეს ეს ხე და ახლა დგას ის რუსთაველზე ჭადრის ხის მაგივრად. როგორც ვიცით, თქვენ ძალიან ბევრი რამ გაქვთ ანალოგიური მოსაყოლი მასზე, ხო? დიახ, მოგესალმებით. ძალიან მიჭირს უწმინდეზე საუბარი ვღელა, მაგრამ შევეცდები გაგიზიაროთ ჩემი ემოციები და მასთან პირადი ურთიერთობა. მოკლედ, როცა პირველად მივედი საპატრიარქოში და დედამ წარმადგინა უწმინდესთან, უთხრა რომ უწმინდესო, ეს არის ირინე და მოულის თქვენს ბაღს. უწმინდესმა შემომხედა, გამიღიმა და მითხრა, ეს ბაღი ჩემი არ არის, მარტო ჩემი არ არის. ეს საქართველოსია. ეს იგი თქვენიც. მოკლედ, ეს ბაღი თვლი რომ მართლა საქართველოსია და აღვიქვამდი როგორც პატარა სამოთხის ბაღად. იმიტომ რომ აქ ყავდა ყველაფერი, აქ ხდებოდა საოცრებები. აქ უხაროდა დიდს და პატარას, ვინც მობრძანდებოდა და ყველა სტუმარი პირდაპირ მოყავდა ზამთრის ბაღში. რომ ეჩვენებინა და ეს ემოციები ყველასთვის გაეზიარებინა და ის სილამაზე. აქ უამრავი ჩიტი მოყვანილი და ნაჩუქარი იადონები, თითიყუშები გალობდნენ და იყო საოცარი ამაღლებული შეგრძნება. აქ როცა ფანჯრები იღებოდა გურიტები, შემოფრინდებოდა ფანჯარაში დაიდებდა ბუდეს და არა მარტო გურიტები, მერცხლებიც და მრავლდებოდნენ. სასწაული ხდებოდა. მერე უწმინდეს უყვარდა ჯამჩიტების თავისუფლება, გალიდან გამოუშვებდა ხოლმე ჩიტებს და აძლევდა თავისუფლებას. საოცარი იყო, ერთხელ მახსოვს სტუმარმა კარი შემოგვიღო და ეს სილამაზე რო დაინახა და თან ჩიტები გაალობდნენ, მე მგონი 64-ში მოვხდი და ვერ მივხვდიო. მოკლედ, ერთხელ მისი ბაღი არის საქართველოს ბაღი. საქართველოს, ამის თქმა მინდა, რომ ისი ბაღი არის საქართველოს ბაღი. მახსოვს უწმინდეს სტუმრები ეწვია, მოპატიჟებული სტუმრები, მეცნიერ მუშაკები იყვნენ და ასაკოვანი ხალხი იყო. გაიმართა ტრაპეზი, ტრაპეზის გარეშე არავის არ უშვებდა, არც ჩვენ, აუცილებლად ეტყოდა დედაოს, რომ სტუმრებს მიართვით რამე. და ტრაპეზის შემდეგ მახსოვს მითხრა ირინე გამიძეხი წინ სტუმრებს ბაღი ვაჩვენოთ. და შუა გზიდან, დარბაზიდან მოიხედა უწმინდეს სტუმრებისკენ და უთხრა, როცა მოგინდებათ, მე გამახაროთ, ყვავილები მაჩუქეს. ყველას გაეცინა, მივედით ბაღში და უამრავი ციკლამენები იყო მოტანილი, სხვადასხვა ფერის, უყვარდა ეს ხოჭივარდები და უწმინდესისთვის და ეხლა სტუმრებს ეუბნება, დღეს მე გაგახარებთ თქვენო და ყველას დაურიგა ეს ყვავილები, ანუ გაჩუქებაც უყვარდა. უყვარდა საჩუქრები. უყვარდა აუცილებლად ყველა სტუმარს, ვინც არ მოვიდა, ბაღს რო ვაკეთებდით, რაღაცას ვაკეთებდით ეზოში, აუცილებლად ყველას დაიბარებდა ჩვენს თანამშრომლებს, ყველა საჩუქარს გადაასცემდა და აუცილებლად ატრაპეზებდა. საოცარი იყო. ეს ბაღი, როგორც ვიცი, ნელ-ნელა გაშენდა, მერე გადაიხურა, იმიტომ რომ მცენარეებმა მოითხოვეს. ეს ყველაფერი ხდებოდა პატრიარქის ნებასრულით, ხო? სულ ყველაფერი. და უწმინდესის ლოცვა კურთხევით კი. პირველი მცენარე როცა დაიწყო და აჩუქეს და თვითონ დაარგო ამ ეზოში ხეები და გაშენდა, მერე ოთახის მცენარეების მოტანაც რო დაიწყეს, მე მაგ პერიოდში არ ვიმყოფებოდი, მაგრამ დედა ბარბარის მონაყოლით ვიცი, რომ უწმინდესმა გადაწყვიტა ის ღია ვერანდა იყო, რომ გადაეხურა ჩემინად და იქ ზამთრის ბაღი მოწყობილიყო. მე ცოტა გვიან მივედი და ჩავიბარე ეს ბაღი, მაგრამ როცა მივედი, ვნახე, რომ საოცრებები ხდებოდა, იმიტომ რომ ჩვენაც გზავნიდით და ყველა გზავნიდა ალბათ საჩუქრებს, ხო, ორქიდეები ჩვენი გაგზავნილი, ვნახე მიწაში ჩარგული. მიწაში ორქიდეა ზოგადად არ ცოცხლობს და არ
არ გაფუჭებულა ეს სცენარი, პირიქით ყვავის და გადასარევათა. ხო, ნუ მე მივხვდი რომ აქ სხვა ამბავი იყო, უწმინდესის მადლი ტრიალებდა იქ და ეს ამბავიც აქედან ხდებოდა. უამრავი მწერი იყო, მაგრამ სცენარები მაინც კარგად გრძნობდნენ თავს. აი, გიხაროდა ბახში რომ შეხვიდოდი, ყველაფერი ყვაოდა და აი ცოცხალი იყო ის სცენარები, სხვათა შორის უწმინდეს უთქვია ჩემთვის, აი ბაღის მოვლის პერიოდში აუცილებლად შემოგიღებდა კარებს, მოგიკითხავდა როგორ ბრძანდებით. მე მეტყოდა, იცი ირინე, ეს სცენარები ცოცხალია და შენ ის გლოცავს, ესენი გლოცავენ. მართლაც ბევრი ადამიანისგან გამიგია, რომ სცენარებთან ურთიერთობას ადამიანები გამოუჯანმრთელებია და აი ბევრი ნერვოზიანი განკურნებულა ნერვოზისგან. ხო. პატრიარქი ელაპარაკებოდა ხშირად და მეც შემინიშნავს, აი დიდი ბონსაის ხე ქონდა კიდე ჩახუტებული მინახავს მე უწმინდესი, კი მინახავს უწმინდესი და აი თავჩაღუნული ჩახუტებული, ალბათ ესაუბრებოდა კიდევაც მაგ მომენტში. ისიც მინახავს დილის 8 საათზე რომ მივსულ ვარ, უკვე უწმინდეს ეძიდა ზამთრის ბაღში და როგორც დედებისგან ვიცი, დილის 6 საათზე რო დგებოდნენ, ზამთრის ბაღით იწყებდა დილას. იქ შედიოდნენ ერთ მოძღვართან ერთად და იწყებოდა ლოცვა. და ლოცვის მერე მიირთმევდა ჩაის და იქ ჩაეძინებოდა ხოლმე და ეს ფოტო გვაქვს მინახია, კი. ყველას ხო? ნაბათში გახოვლი, კი, აი თოვდა ერთხელ მახსოვს შევაღიკარდი, ხედა თუ ეძინა უწმინდეს გავიხურავდი კარს, ჩამოვჯდებოდი კი და დაველოდებით, ბოდი როდის გაიღვიძებდა. ისე ამბობენ, რომ გამეგრძელებია ჩემი საქმე. ამბობენ, რომ იწყენდნენ სცენარები. კი, თუ კი პატრიარქი არ იყო, თქვათ რამდენიმე დღე. აი ეხლაც უნდა ნახო, დაობლებულები არიან. საოცარი შეგრძნება იქ რო შეხვალ ზამთრის ბაღში და მინდა რომ ამ ბაღს სული შთაუბერო ხელახლა უწმინდესის ლოცვა კურთხევით ისევლე გავაფერადო და ისევ ის ძველი სახე დაიბრუნოს, რაც მის სიცოცხლეში იყო. აი ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამის და აუცილებლად გავაკეთებ ჩვენი უწმინდესის იქიდან ლოცვა კურთხევით. როგორც თელიერი დაობლდა ესე იგრძნეს ყვავილებმაც. კი, იგრძნეს. ის კი არა, როცა საპატრიარქოში შევდგავდი ფეხს, პირველი სართულიდან ვგრძნობდი უწმინდესი იყო თუ არა, ბრძანდებოდა თუ არა საპატრიარქოში. თუ გასული იყო სადმე, აი ქვეყნიდან, კიდაც საქართველოში იყო, მაგრამ ჯვარზე იყო. მე ვგრძნობდი ამას, იმიტომ რომ საოცარი სიცარიელეს ვგრძნობდი და ხვდებოდი, რომ უწმინდესი აქ არ ბრზადებოდა. აი ძალიან დიდი მადლის მატარებელი ადამიანი იყო. თქვენ განკურნება ახსენეთ ხეები კურნავსო, თქვენ თავად გაქვთ ასეთი ისტორია, თუ შეიძლება რომ გვიამბოთ თქვენივე განკურნების. მახსოვს მეგობარმა მითხრა გამყევის სკრინინგ ცენტრში გასასინჯადო პრობლემა ჰქონდა. გავყევი და მეც იქ მისული გავესინჯე. აღმოჩნდა რომ მე მქონდა სერიოზული პრობლემა და არა მას. და ეს გზავნიდნენ საზღვარგარეთ ამ მონაცემებს და 3 კვირის მერე უნდა მისულიყავი პასუხებზე. ძალიან დიდხანს მსინჯეს. და 3 კვირის მერე როცა დაგვიბარეს უკან, ჩემს მეგობარს ცოდნია ჩემი მდგომარეობა, რომ რთული სიტუაცია მქონდა და მე არ ვიცოდი, რომ დარეკეს მისი ნომერი იყო ჩანიშნული ტელეფონის და მას უთხრეს. და წინ დღეს მომიწია ისე უწმინდესისთან ბაღში მისვლა. და როცა მუშაობდი, დედა უნდა მიძახა, ირინე, ჩქარა უწმინდესი გიბარებსო. მივედი შევხვდი და ვხედავ დედა ანასტასიას ფოდნესის ბეჭდები ულაგია, სხვადასხვა ისა და მივედი უწმინდესთან, როგორც ყოველთვის დავიჩოქე, დამადო თავზე ხელი და ეს თავზე ხელის დადება რაღაც დიდხანს გაგრძელდა, უჩვეულო იყო, როგორც ყოველთვის არა. მისი ხელიც მე ჩავიხუტე, ძალი ხელი და ვიამბორე, დიდხანს მეჭირა ეს ხელი ხელში. და მინდა ათქომა, მაგრამ ვერ ვდგები. მივხვდი ალბათ მლოცავს მეთქი, გავიფიქრე, თავჩაღუნული ვიდექი კარგახანს, როცა ავდექი და დამლოცა, ხმამაღლა ისე ჯვარი გადამსახა, მითხრა გაიკეთე ეს ბეჭედი, როგორ არ გავიკეთე დღეს ეს ბეჭედი მე. და უფრთხილდები ამ ბეჭდებს, სამკაულებს ადვილად ვკარგავ და ვცდილობ რომ შევინახო, რომ არ დავკარგო ეს რელიკვია და მითხრა გაიკეთეო და გავიკეთე დიდი ზომა იყო და შუათითზე გავიკეთე. არაო, მითხრა მაჩვენა გაიკეთე იქ სადაც რგოლს ვიკეთებთ და ჯვარნაწერი რგოლი დაკარგული მქონდა. აი აქ გაიკეთეო და გავიკეთე ეს ბეჭედი და ნუ წამოვედი. მივხვდი რომ ალბათ უწმინდესი მიხვდა მეთქი რომ ჯვარნაწერი ბეჭედი და კარგული მაქვს მეთქი.
მეორე დღეს მივედი ექიმთან და გაკვირებული იყურება ეკრანზე ექიმი მსინჯავს ისევ არაფერი. დაუძახა მეორე ექიმს, დაუძახა მესამე ექიმს, გაივსო ექიმებით ოთახი, დაუძახეს განყოფილების გამგეს. არაფერი არ არის, ერთმანეთს ეუბნებიან და ხრებს იჩეჩავენ. კარგიო, მითხრეს სადმე ხარ ყოფილხარ რამე? არაფერი და მე ესეც არ გამხსენებია, რომ წინ დღეთ უწმიდესთან ვიყავი. მოკლედ წამოვედი სახლში, შვიდად წყნარად. ეს ჩემი ამხელა პრობლემა ისე უმტკივნეულად გაიარა. მე არც შემიგრძნია და არც გამიგია, რომ მე ამხელა პრობლემის წინაშე ვიყავი. ანუ წინა დღეს დაგისვეს დიაგნოზი? არა, 3 კვირით ადრე. წინა მეორე დღეს უწმიდესთან ყოფნის წინ დღეს დამლოცა. მივედი და გადამოწმებაზე, უბრალოდ ფუნქციის ასაღებად უნდა აეღოთ ფუნქცია. და ამისთვის დამიბარეს, მაგრამ ხელახალი კონტროლი ჩაატარეს და არაფერი არ იყო. წარმოუდგენელი ისტორია არა, წარმოუდგენელი არაფერი არ არის ჩვენი უწმიდესი ძალიან თოდესაც ეხება ჩვენ პატრიარქს ეს ამბები ნამდვილად. იცით რა, მართლაც გულწრფელად გეუბნებით. ის კი არა უწმიდესი რომ ბაღში იჯდა და ჩუმად შემოვიდოდა. მე თუ უწმიდესი იჯდა და ისვენებდა, მე არაფერ საქმეს არ დავიწყებდი, სანამ იქ ბრძანდებოდა. მაგრამ ხო არის რომ საქმეს ვაკეთებ და შემობრძანდა. და დაბრძანდა. გააგრძელეთ საქმე მეტყოდა. მე ჩუმად ვცდილობდი რომ გამეგრძელებია საქმე. ვახსენდებოდა ყველაფერი, რასაც ვაშავებდი. იმ წუთას. აი, ჩემი მხილება მიდიოდა. ვაი, რამე მართებოდა თქვენ წარმოდგენა არ აქვს. ვაი, დაბნეული ვიყავით. აი, თუ კი რამე მეშლებოდა და აი, ხო არის რომ გონია თავი მართალი. გონია რომ შენ ხარ მართალი რაღაც მომენტში და აი გულწრფელად გრძნობდი რომ დამნაშავე იყავი. აი ამიტომ საოცარი იყო უწმინდესი. და მე მჯერა რომ იქედანაც მამხელს როცა რაღაცა შემეშლება და იქედანაც ვიგრძნობ მის ლოცვა კურთხევას, მის მამობრივ ზრუნველობას. თუმცა ძალიან მიმტევებელი იყო როგორც ამბობდნენ. ძალიან მიმტევებელი. ის მოსისხლე მტერიც კი რომ არ ყავდა ვიცი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უწმინდესი ყავს ძალიან დიდი მაგალითი. როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი, როგორი უნდა ვიყოთ ჩვენ და იცი ეს აზრიც ყველაფერი რომ შემოდის, ხო მისი არ ხდება, ხო ეს ყველაფერი ხდება ვიღაცის ანგელოზის კარნახით. იცი ერთ დღეს ვეუბნები ჩემ თავს იცი რა სიყვარული საზომით ყოველთვის ხდებოდი ვევედრებოდი უფალს რომ მასწავლეს სიყვარული რომანიჭი ნიჭი სიყვარულისა იცი რაც უფრო ვიზრდები მართლმადიდებლობაში გრძნობ რომ გვაკლია ეს სიყვარული და სიყვარულის ნაკლებობით ხდება რაც ხდება ქვეყანაში და ჩვენი მხოლოდ სიყვარულის ადამიანი ყავდა, სიყვარულის პატრიარქი ყავდა. მისგან უნდა ვისწავლოთ ყველაფერი და ხვდებოდი, რომ მისი მაგალითით ხვდებოდი, რომ სიყვარულის საზომი მიმტევებლობა, რამდენადაც მიმტევებელი ხარ, იმდენად მაღლა ადიხარ, მაღალ საფეხურზე ადიხარ ამ გრძნობაში და ჩვენ სიყვარული ისწავლება. შენ თავს უკარნახე და უთხარი შეგეშალა. შეგშურდა არახარ მართალი გაწყინინეს, ფერი რა რომ გაწყინის, გამხილეს, მაინც სიყვარული გააგზავნე. ამის მაგალითი ჩვენ პატრიარქი ყავდა. პასუხი სიყვარული, მართლა ანგრევს სიყვარული ბოროტებას. მე ამის მჯერა და ჩვენ მართლა დიდი ადამიანი ყავდა სიყვარულის მატარებელი, გავიღოთ მისგან მაგალითი, გვიყვარდეს ერთმანეთი, სიყვარულით ვაშენოთ ეს ქვეყანა. თუ სიყვარულით აკეთებთ საქმეს ძალიან კარგად გამოგდის. აი თუნდაც ჩემს საქმეში ნებისმიერი საქმე. თუნდაც თქვენი საქმე არის ძალიან რთული ჩემთვის და ძალიან პატივსაცემი. და ღვთისმკურთხეული. იმიტომ რომ ჩვენ ღვთის შობლის წილხვედრ ქვეყანას ვალამაზებთ. იცი რა მიწევს რეგიონებში წასვლა და მახსოვს ერთხელ ბოლნის ვამწვანებდით და რომ ვალაგებდით. მეფახები მეუბნებოდნენ, ჩვენ დამლაგებლები ვართ. ირმა თუ ისა მებაღები, მე ვთხარი არა უშავს. ჩვენ წილხვი, იმიტომ რომ ერთხელ მახსოვს დედაო მითხრა ესეთი სიტყვები, რომ ირინეო შენი საქმე კურთხეულია, იმიტომ რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ალამაზებო და მე ვთხარი ჩვენ ვალაგებთ, ასუფთავებთ კუთხე კუნჭულს დედა ღვთისმშობლის წილხვედრისას და ჩვენ სამაგისო პასუხს აქ თუ არა იქ მივიღებთ და ამიტომ ყველამ ჩვენ საქმე
საქმეში სიყვარულით ვაკეთოთ, სიყვარულით ვაშენოთ ეს ქვეყანა, ჩვენი უწმინდესის ლოცვა კურთხევით და მე მგონია რომ აუცილებლად ავაშენებთ. გავერთიანდეთ, გვიყვარდეს, ნუ დაუპირისპირდებით ერთმანეთს, ერთმანეთის სიყვარულით ვამხილოთ და ეს იყოს მხილება და არა დაპირისპირება. დავიღალეთ ჩვეულებრივი ამ ადამიანები, ამდენი დაპირისპირებით, სიძულვილით, აგრესიით. იცი რა, მე აღარ უყურებ ტელევიზორს. იმიტომ რომ მე მართლა დავიღარე. არ მინდა რომ მიყვარდეს ისიც. ყველას პატივს ვცემდე. როგორც ჩვენი უწმინდესი არ იყო მხარე, უწმინდესი იყო გამაერთიანებელი. ეკლესია იყო გამაერთო, ნუ უსთხოვენ ეკლესიას და სასულიერო პირებს რომ იყვნენ მხარე. ისინი აუცილებლად იქნებიან ერთიანი საქართველოს წინამძღვრები და დავანებოთ კიდე დედა ეკლესიის განკითხვას და სასულიერო პირების განკითხვას და ჩვენ თავს როცა ჩვენ გვეცოდინება რომ იცი რა მე მგონია რომ ის ადამიანი განიკითხავს ვინც საკუთარ თავს არ იცნობს თუ შენ საკუთარ თავს იცნობ და ღრმად ჩაიხედები არ გეცლება არამც თუ susulieро პირების არამედ სხვისი განკითხვისთვის და ყველას თავისი ცხოვრება თუ შეგიძლია ლოცვით მიეხმარი ამ ადამიანს თუ შეგვიძლია პატრიარქს უყვარდა რამოდენიმე ქადაგებაში აქვს ნათქვამი ესეთი იაპონური ლექსი არის მოვიდა გაზაფხული აყვავდა ალუბალი მაგრამ მოვიდა თოვლი და ვეღარ ვარჩევთ სად არის თოვლი და სად არის ყვავილი მე ახსნიდა ესე რომ იმ დროებაში ვცხოვრობ თუ ადამიანები რომ ვეღარ ვარჩევთ სად არის სიკეთე სად არის ბოროტება მაგრამ მე ეს ლექსი ძალიან მოკლე არის მაგრამ მე თვითონვე დაამატა რომ მაგრამ გამოანათა მზემ დაადნო თოვლი და ისევ აყვავდა ყვავილი. ასე რომ ისევ აყვავდება ყვავილები და ისევ გაერთიანდება მთელი ერი. ამინ იყოს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მოდი დაუბრუნდეთ ისევ ყოფით თემებს თუ შეიძლება. უყვარდა ძალიან მცენარეები და ჩიტები თქვით. მე ასევე ვიცი რომ ყავდა კატა და ძალიან უყვარდა ცხოველები. მისთვის წარმოადგენდნენ ეს არსებები ბევრად უფრო დიდს ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია, ხომ ასეა? როგორი ურთიერთობა ჰქონდა ცხოველებთანაც? იცით რა ძალიან უყვარდა ძაღლები. ხო. კი კატებიც, იცით როცა პატრიარქოში არის კატები და საოცარ ჯიშის კატებია და იცით მე მინახია რომ და ვფიქრობდი რომ აი ამ ხელა ძაღლს რომ დავინახავ ერთხელ პირისპირ დიდ დარბაზში შევდივარ და უზარმაზარი ძაღლი მოდის წიმშვიდი დიდი თათები და ის სხვადასხვა ჯიშის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ჯიშის ძაღლებს ჩუქნიდნენ და იყო და მინახავს რომ აუცილებლად წინ გამორბოდა ძაღლები ზამთრის ბაღში და უწმინდესი უკან მოყვებოდა. გავშეშდებოდი ერთ ადგილას დაცვა მეტყოდა ნუქეშინია წყნარად ირინი არაფერს არ გავნებენ. შემოვიდოთ და უწმინდეს დაუწევოდნენ ფეხებთან სავარძლის. ძალიან უყვარდა ცხოველები, კი ნამდვილად ძალიან უყვარდა ცხოველები და მცენარეებიც უყვარდა და გრძნობდა მცენარეებს. ერთხელ მახსოვს ყოველთვის ღებულობდა ზამთრის ბაღს როცა ვალაგებდით აი გადალაგება მოვიდო და ან რაღაცა მოუნდებოდა შეცვლა რაღაცის სიტუაციის შეცვლა ძალიან უყვარდა და მინახია როგორ ალაგებდა დედებთან ერთადაც თუნდაც ისიც დამინახია დღესასწაული რომ მოდიოდა ჭურჭელს როგორ ალაგებდნენ დედოები რო გადარეცხეთ ეს აქ დადებით ეს აი ესეც მინდა ყველაფერში მონაწილეობას ღებულობდა აბსოლუტურად და შემოვიდოდა ხოლმე აუცილებლად ბაღის დალაგების დროს და მეტყოდა ეს სცენარე ამასთან დაასვი. ესენი დედმამიშვილებია, ერთმანეთი უყვარს და გვერდ-გვერდ დასვეს. ასე გრძნობდა ასე. კი, არა, მართლა ასპარაგუსების სხვადასხვა სახეობას, მეთქი როგორ ხდება ასე ძალიან ერთი ოჯახის წევრებია, ხო? ამათ ერთმანეთი უყვარსო და გვერდ-გვერდ დასვი. ხო, მერე რომ უნდა მახსოვს ერთხელ მიუტანე სალიქსი ტირალა ტირიფის ფორმა აქვს აი ვერბას რო ეძახიან საღდგომოდ ტოტები რო იყიდება ხო და მიუტანე ეს სცენარე და ზოგმარ აშეფასება მისა ზოგმარ ლამაზია ზოგი იძახის ზოგი ამბობს უი ეს ტირალა ფორმა და ამბობენ ტირალა ფორმები არ ვარგა უწმინდესმა შეხედა ყველაზე ბოლო კომენტარი უწმინდესმა გააკეთა მე თავმდაბალ ადამიანს მაგონებს. ისეთ შეფასებებს მისცემ. ხო, ან მიუტანდი დიდი პალმა მიუტანე, მახსოვს ძალიან დიდი იყო და ლამაზი იყო. მეფეს გავს. ეს აქ დააბრძანე მეტყოდა, ხო.
შენიშვნები არ უყვართ, როგორც ამბობენ, ხო? არ იცოდა შენიშვნების მიცემა. შენიშვნების მიცემა არ იცოდა, მისი სიტყვა არასდროს არ იყო მტკივნეული, აი თუ რამე სიტყვა და მე ძალიან პრინციპულიც იყო. კი, ხასიათი. კი, ხასიათი. მაგრამ ძალიან თბილი და საყვარელი. ეს დიდი ადამიანი, ეს ბუმბერაზი ადამიანი ისე მოგმართავდა, თითქოს შენიყავი დიდი და აი არ ვიცი რა, აი ეს თავმდაბლობის უზარმაზარი მაგალითი, ძალიან პატივისცემით, ძალიან ისეთი მომართვით მოგმართავდა ყოველთვის, რომ ისე მოგიკითხავდა, რომ აი არ ვიცი რა მაოცებდა მე ეს ყველაფერი. მე დავპატარავდებოდი მაშინ და მინდოდა სადღაც გამხრალიყავი, რომ როგორ ბრძანდებით, რომ მეტყო და აი არ ვიცი რა. მე მომწონს თქვენ თავის მხილება რო ქონდათ ყველა ჯერზე როცა პატრიარქი შემოდიოდა. დაბედნიერი ხარ. არ ვიცი. და საოცრება ნუ ვისაც ქონდა ბედნიერება მასთან შეხვედრის, ძალიან ჩუმად ლაპარაკობდა, თუმცა მისი სიჩუმე ისმოდა ყველანაირ ღრიალში და როგორ ახერხებდა აი ამ სიმშვიდით ყველას ყურამდე და გულამდე მისვლას. ეს მართლა საოცარი ფენომენია რა. ძალიან. ძალიან ჩუმად საუბრობდა, ძალიან ჩუმად, მაგრამ ყველას ესმოდა. კი. მართალი ვძალებს. ძალიან უყვარდა მუსიკა, აი ბევრჯერ მინახია დარბაზში მარტო მჯდომი მაღალ ხმაზე მიკვირდა კლასიკურ მუსიკას უსმენდა მაღალ ხმაზე. იჯდა და მშვიდა თვალ და ხუჭული ისმენდა, არ ვიცი მე. ფიქრობდი ალბათ სხვა განზომილებაში ეხლა ჩვენი უწმინდესი მეთქი, იმიტომ რომ აი რაღაცა საოცრებებს ხედავ. მუსიკა უკრავდა და საოცარ მუსიკას ქმნიდა კიდევ. ესეც მინახია ინსტრუმენტთან საგალობლებს, როგორ კი, ესეც მინახავს. და ყველაზე მთავარი ასე საუბრობთ, თავად პატრიარქის სიტყვებია დავიღალე ღმერთო, მოდი. რთული ადამიანად ყოფნა და ჯვარი როგორც თავად ამბობს, მაგრამ ჩვენ ხელშია ყველაფერი, როგორც არ მართავთ ამ არ ვიცი, მძიმე ჯვარს, ალბათ, არა? ყველაფერი რაც მოყევით, ყველაფერი დავინახე, მეც სხვა განზომილებაში გადავედი. ძალიან დიდი მადლობა, რომ აი ასე დეტალურად აგვიხსენით რა ხდებოდა იქ და ხო ერთ კომენტარს გავაკეთებ კიდე, როცა მცენარეს დაგვარგვევინებდა, იტყოდა ხოლმე, ასე დალოცეთ, გაიხარე და გამახარე. ამიტომ მე როცა დაამთავრებდი ზამთრის ბაღს მუშაობას, გადავსახავდი ჯვარს მცენარეებს. გაიხარეთ და ჩვენი უწმიდესიც გაახარეთ. და როცა ჩემს მომხმარებელს კიდე ჩემი ბიზნესი მაქვს, მე გამწვანების და ესა მეურნეობა გვაქვს და როცა თითეული მომხმარებელი მოდის, ყველას ვეუბნებით, რომ გავატართ მცენარეს, ყველას ვატართ ლოცვა კურთხევას უწმინდესის. გაიხაროს და თქვენც გაგახაროთ. გაიხაროს სრულიად საქართველოს უწმინდესის ლოცვა კურთხევით, მე მჯერა ზეციური საქართველოსთან ჩვენი უწმინდესი ლოცულობს, ზეციური საქართველოს ხარობს. და შეგვეციოს იმათი ლოცვა კურთხევა. ძალიან დიდი ყველა იყოს ბედნიერი, ყველა იყოს გახარებული. ყველა ცხოვრობდეს სიყვარულით, გაართვოს ჩვენი გაყინული გულები უწმინდესის ლოცვა კურთხევამ. მისი სიყვარული გადმოგვედოს. საპატრიარქოდან როცა უკან გამოვდიოდი ბუჩაში, მე ფიქრია ბევრჯერ. ღმერთო დიდებულო, ესე მიყვარდეს ყოველთვის, ყველა როგორც ამ წუთაც მიყვარს მეთქი, იმიტომ რომ ის სიყვარული მე უგრძნობდი რომ მედებოდა. და მოყვებოდა. ის მადლი მომყვებოდა. მე უგრძნობდი და თქვენ ესეთი რაღაცა ბრძანეთ, ეხლა ძალიან მომეწონა რა, ღმერთ შევთხოვდი სიყვარულსო. და არა რაღაცა, რაც ვიცით ხო ადამიანს მატერიალს, არა, შევთხოვოთ სიყვარული. ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან. ამინ იყოს და ღმერთმა გვაცხოროს სიყვარული და გვაცხონოს მერე სიყვარული. ხო ამბობდა მამა გაბრიელი, ხო დაგვიბარა რომ სიყვარული თავმდაბლობა სასუფლე ფევლის კავრს გაგიღებს და სიყვარული შიქ შეგიყვანს ღმერთმა ქნას რომ თითოეული ჩვენგანი არ მინდა რომ ერთი ქართველიც დაგვაკლდეს. აქაც და იქაც. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ. არაჩვეულებრივი სტუმარი ხართ. მადლობა. ძალიან გაგვათბეთ თქვენი საუბრით, მართლა და დაგვანახეთ თქვენი თვალით დანახული პატრიარქი და ბუბა რეკლამაზე გადივიხრჩები ხავდივარ. ძალიან დიდი მადლობა ჩემგანაც და ეხლა რეკლამაზე გავალ და დაგიბრუნდებით ჩვენ შემდეგ ბლოგში გვეყოლება მუსიკოსი და მომღერალი რომარ ცხილაძე.